დილამშვიდობის, ეს არის დღის ნიუსრუმი, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. დღეს კვირის ბოლო სამუშაო დღე, ამიტომ კიდევ ერთხელ შევაჯამებთ იმ თემებს, რაზეც სწორედ ამ კვირაში მოგვიწია სტუმრებთან საუბარი. ყველაზე ცხელ თემად კი ისევ BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება რჩება. იმუქრება თუ არა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგომა ქართულ ოცნებას, რომელიც BBC-ს წინააღმდეგ ჩივილს იქით აპირებს. დაგველოდეთ, ანა დოლიძე იქნება ჩვენი პირველი სტუმარი და ის ზუსტად ერთ წუთში გვერდება, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შეიკრიბნენ და მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები. სამართალდამცველებმა შიდა ქართლში ქურდობის ბრალდები წარსულში ნასამართლები ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს უცხოური კომპანიის ორი საწარმო გაქურდეს, საიდანაც მარტს წინააღმდეგო დაეუფლნენ 600 კილოგრამამდე ფერადი ლითონის შემცველ სადენებსა და მეტალის აგრეგატს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან ინდოეთის, ირანის, სუდანის, ბანგლადეშის, ნეპალის, ნიგერიის, თურქეთის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ლიბანის, იორდანიის, ჩინეთის, ქუვეითის და რუსეთის მოქალაქეები. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტრადიციულად ნიადაგის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საქართველოში ნიადაგმცოდნეობის განვითარებას და ახალგაზრდა სპეციალისტების მოტივაციის გაზრდას ემსახურება. მაშას ეს არის დღის ნიუსრუმი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პარტია ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქავტონო და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ქავტონო ანა, დღეს პარასკევია, როგორც წესი ამ დღეს ვაჯამებთ ხოლმე კვირის მთავარ საკითხებს. ამ კვირაში კი ტოპ თემებს შორის ნომერ პირველი სწორედ BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟია, რაზეც ალბათ კიდევ დიდხანს იქნება საუბარი, მით უფრო რომ დგება მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიების ჩატარების. აი მოდით პირველ რიგში სწორედ საერთაშორისო გამოძიების პერსპექტივებზე ვისაუბროთ, მათ შორის თუნდაც იმიტომ, რომ აი როგორც თქვენ აცხადებთ, ამ საკითხს კარგა ხანია ლობირებთ და ჰააგაში გამომძიებლებთან უკვე გაქვთ, ასე ვთქვათ, ჩატანილი გარკვეული ტიპის დოკუმენტაცია თუ კონკრეტული ფაქტების შემცველი ინფორმაცია. აი გითხარით უფრო მეტი, კონკრეტულად რა მასალებია უკვე ჰააგის გამომძიებლების ხელში, რა იციან საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განვითარებულ მოვლენებზე და მეორე მხრივ რა შანსია იმის, რამდენად მაღალია შანსი მოხერხდეს იმის დამტკიცება, რომ რაც ასე ვთქვათ გასული წლის აქციებზე მოხდა, ეს არ იყო დემონსტრაციების ჩვეულებრივი დაშლა და როგორც თქვენ ამბობთ, ადგილი ჰქონდა კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩატარებას. მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. რამდენიმე მიმართულება გვაქვს საერთაშორისო გამოძიებისთვის, ამას ავხსნი და დავიწყებ ჰააგიდან, რა თქმა უნდა. როდესაც მე შევხვდი გამომძიებელს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსი, მაშინ ეს იყო დეკემბერში შარშან, ახალდასრულებული იყო მოსახლეობაზე, აი ეს ანგარიშწორება, რაც ვიხილეთ ჩვენ რუსთაველზე. მაშინ მე პირადად ინფორმაცია არ მქონდა ქიმიურ შემადგენლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ისედაც ყველა სხვა ფორმა, რაც ვიხილეთ ჩვენ, მაგალითად დევნა, მე მინდა რომ იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა. როდესაც გამოიყენება საპოლიციო ძალა, ვთქვათ რაღაცა მიტინგის დასაშლელად, იქ მოქალაქეების დევნა არაფერ შუაში არ არის. ლოკალურ ადგილას დაშალე მიტინგი, ბავშვებს და ადამიანებს, მოქალაქეებს დევნა ვაკის პარკთან, რაც ხდებოდა ეხლა, ვაკის პარკთან, რესპუბლიკის მოედანზე, აი სადაც არიან დაკავებული ჩვენი პოლიტპატიმრები, ეს არის დევნა. როდესაც ის საფრთხეს შენთვის უკვე აღარ წარმოადგენს. გავრილოვის ღამესაც მოხდა იგივე. ეს ახალი და დაუშვებელი რაღაცა არის. დევნა, ალყების მოწყობა. ნახეთ, რასაც აკეთებდნენ. მე დაზარალებულებს რო ვესაუბრები, ხედავ რომ აი ამ ალყების შედეგად მშვიდობიან ახალგაზრდებს რო დაასდებდნენ, ალყას უწყობდნენ. ეს უკვე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია, თუ ის რაღაც პერიოდი გრძელდება. ამის შედეგად კიდე ახლა როგორც აღმოჩნდა კაფსულები და სასუნთქი ნივთიერებები შეაგდეს იქ მთელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე რუსთაველის ზედა მხარეს. ესეც გამოსაკვლევია. მაგრამ ამას, ანუ მე ჩავიტანე ინფორმაცია ყველაფერი, რაც იყო საჯარო სივრცეში, რომელიც უკვე როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტს მე მეჩვენებოდა, რომ იყო კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული. ეხლა ამას თუ დავუმატებთ ქიმიური იარაღის გამოყენებას,
ეს არის შავი თეთრზე. აქ აი უკვე რა მოხდება, აი როგორც იურისწმინდა ამ შემთხვევაში კითხოთ ობიექტურად, რა შეიძლება ემუქრებოდეს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებს, თუ კი საერთაშორისო სასამართლოს დონეზე დადასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მისივე ხელისუფლების მხრიდან მართლაც ჰქონდა ადგილი ქიმიური იარაღის გამოყენებას. კი, მოდი ახლა სამ გზას ჩამოვთვლი. ერთი, ჰააგის სასამართლო ეხება პირად სამართლებრივ პასუხისგებლობას. იქ გასამართლებულია ძირითადად ძალიან ბევრი გენერალი, ახლა არის ბრალდება რამდენიმე რუსი სამხედროს მიმართ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ხო ვიცით. ის ეხება კონკრეტულად პირადად კონკრეტული პირების პასუხისგებლობას. შეიძლება იყოს თქვა დეპარტამენტის უფროსი, რომელიმე პოლკოვნიკი შსს-დან, გადაწყვეტილების მიმღები, ცოტა ზევითაც, ახლა მილოშევიჩიც იჯდა ხო? ასეთ იმაზე, ცოტა ზევითაც შეიძლება ავიდეს. ძალიან სერიოზული მტკიცებულებების სტანდარტი ჭირდება და იქ გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. ანუ ჯერ რაც ჩვენ უნდა დაველოდოთ, რასაც უნდა დაველოდოთ, სასამართლოს გაცხადებას, რომ გამოძიება დაწყებულია. იცის თუ არა სასამართლომ ამის შესახებ? აბსოლუტურად იცის. სულ მცირე, იმიტომ რომ მე ყველა სოციალურ ქსელში მყავს მეგობრები, რომლებიც იქ მუშაობენ, პირდაპირ მთავარი პროკურორის მრჩევლები არიან ჩემ სოციალურ ქსელში, BBC-ს ყველა კითხულობს. შესაბამისად, ყველას გარეშეც ეს ინფორმაცია მათთვის საყურადღებო არის. ეხლა გადაწყვეტს თუ არა, რომ ოფიციალურად გამოძიება დაიწყოს, ამას გავიგებთ. ეს ერთი. ეხლა მეორე. ეს არის ქიმიური იარაღის წინააღმდეგ ორგანიზაცია, რომელიც ასევე მდებარეობს ჰააგაში. ეს არის ძალიან სერიოზული, ოღონდ სახელმწიფოებრივი საკითხი. მან და მე 100%-იანი დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მსჯელობა საქართველოზე. იქ იყო კონკრეტულად მსჯელობა, როდესაც სკრიპალი მოწამლეს, ახლა წარმოიდგინეთ, საუბარი არის ერთი ადამიანის მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ხო? გახსოვთ? კი ბატონო. როდესაც სირიაში იყო გამოყენებული ქიმიური იარაღი, მაშინაც იყო ამაზე მსჯელობა. იქიდან შეიძლება ჩამოვიდეს დელეგაცია აქ, რომ შემოწმდეს ეს ყველაფერი. ველოდებით იქიდან რეაქციას. ყველა უკვე მე ვიცი, როგორც ვიცი, ყველა პოლიტიკურმა მოქმედმა პირმა მიმართა ქიმიური იარაღის ორგანიზაციას და მესამე ძალიან სერიოზული გზა. ეს არის პასუხისგება ყველა თითქმის ყველა ქვეყანაში თუ რუსეთს არ ჩავთვლი და ჩრდილოეთ კორეას. ეს არის უნივერსალური მართლმსაჯულება, რომელიც ეხება ესეთ ძიმე დანაშაულებს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე ასადის რეჟიმის თანამშრომელი, რამდენიმე ჩილეს დიქტატორის თანამშრომელი და დანაშაულების ჩამდენი გასამართლა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ამას ჭირდება უბრალოდ მუშაობა, დაზარალებულების მუშაობა, ჩვენებების შეგროვება და ცნობიერების ამაღლება. იცით როგორ შეიძლება მოხდეს ეს, რომ აი შვედეთში რომ ჩავა ვიღაც პირი, რომელიც ამ ყველაფერში ბრალდებულია, შეიძლება უცებ შვედეთის მოსამართლემ გადაწყვეტოს, რომ ის დააკავოს. აი სამი მიმართულება. თქვენ გასვათ შორის ხშირად ესმის საზოგადოებას ერთგვარი მუქარა ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომ ქართულ ნიუნბერგს მოუწყობთ. აი სწორედ ამ გზებს გულისხმობთ, როდესაც ქართულ ნიუნბერგზე საუბრობთ, თუ არ ვიცი, გაქვთ კიდევ სხვა იდეა და ინიციატივა, ხედვა, რაც ასევე ფიქრობთ, რომ უნდა იყოს განხილული იგივე სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან თუ იურისტების ჯგუფთან და იგივე არასამთავრობო სექტორთან. ნახეთ, ჩემთვის როგორც ქართველისთვის ყველაზე კარგი იქნებოდა და სწორი იქნებოდა, რომ სადმე უცხოეთში არ ვეძებოთ სამართალი. აქ იყოს მართლმსაჯულების და დაუსჯელობის აღმოფხვრის შესაძლებლობა. ეს ამისთვის ვიბრძოდი ყოველთვის. აქ იყოს შესაძლებლობა, ამის იდეაც მე დავწერე ჩემ გეგმაში, რომელიც გამოვაქვეყნე, მაგრამ ამას ხელისუფლების ცვლილება ჭირდება. ჯობია, რომ ნახეთ, არ მივიღოთ, რომ ადეიშვილის მოადგილე გივი მიქანაძე ეხლა გვევლინება განათლების რეფორმატორად. ღმერთო, სად არის სამართალი? გივი მიქანაძე, რომელიც ეხლა არის ბრჭყალებში ვიტყვი განათლების მინისტრი, იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. მისგან ბავშვების უფლებებზე ვერავითარ ლექციებს, მსჯელობას და იდეებს მე ვერ მივიღებ, ხო? ეს არ არის რომელიღაცა ილია ჭავჭავაძე განმანათლებელი, რომ გველაპარაკებოდეს, როგორ უნდა მოიტანოს მეტი განათლება ქვეყანაში. და ეს მოხდა რატომ? იმიტომ რომ დაუსჯელობის სინდრომი დაინერგა ქართული ოცნების მხრიდან. არ მოხდა მართლმსაჯულება აქ. გადმოიბარეს მურუსიძე ჩინჩალაძე და ეხლა მე მინდა დავაზუსტო, ნახეთ, არავით არის სარჩელი BBC-ს წინააღმდეგ არ იქნება. არ იქნება. იმიტომ რომ ისინი რატომ გონიათ? დიახ, არ იქნება, აი ველოდები გავიდა უკვე ერთი კვირა. იმიტომ არ იქნება, რომ ჯერ ეს ერთი არ აყავთ მათ ლონდონში, მურუსიძე ჩინჩალაძეს ყوار გადასხავენ იქ.
აქ ჩივიან, აქ ბედავენ, რომ სადონ რო გაგვაჩუმონ, იმიტომ რომ აკონტროლებენ მთლიანად სასამართლო ხელისუფლებას, თორე ნურას უკაცრავად ლონდონში ისინი ვერავის ვერ აკონტროლებენ და ვერანაირად ვერ გაბედავენ, რომ გახსნან ის პანდორას ყუთი, რასაც ქვია, რა ჩაიდინეს საქართველოში. ამას არ გააკეთებენ თვითონ. კეთილი, ხა ერთია თქვა გამოძიება და მისი პერსპექტივები, მეორეა საერთაშორისო სანქციები, რასაც ოპოზიციური ძალების ნაწილი სწორედ BBC-ს სკანდალური გამოძიების კვალდაკვალ ელოდება, როგორც დიდი ბრიტანეთიდან, ისე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თუნდაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ისმის განცხადებები, რომ BBC-ს ფილმი ბოლო ლურსმანივით შეიძლება იყოს ქართული ოცნებისთვის და შესაძლოა სერიოზული ახალი პოლიტიკური და დიპლომატიური ტალღის წინაპირობა გახდეს, რასაც საბოლოოდ არ ვიცი, ქვეყნის კიდევ უფრო დიდი მასშტაბის იზოლაცია მოჰყვეს. აი სანქციებთან მიმართებაში შექმნილ მოლოდინს თქვენ თუ იზიარებთ და ამ თემას როგორ უყურებთ და თქვენც თუ აფასებთ BBC-ს ფილმს, როგორც არ ვიცი, ბოლო ლურსმანის ეფექტს ქართული ოცნებისთვის. მე პირიქით მაქვს წარმოდგენა, რომ და ვიცი რა, როგორ ხდება მტკიცებულებების შეგროვება ასეთ დანაშაულებზე, თუნდაც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მგონია, რომ რაც BBC-ს ფილმშია არის უბრალოდ აისბერგის ყინულის ზედა ნაწილი. იმიტომ რომ იქ ხო ნახეთ როგორ არის წერია, რომ მოპოვებული იქნა დოკუმენტები, სადაც იყო მითითებული ის დასახელებები ქიმიური ნივთიერებების, ხო? ანუ მე ვფიქრობ, რომ როდესაც საუბარი არის იგივე მოწმეთა ჩვენებებზე, ანონიმურზე, მოპოვებულ დოკუმენტებზე, დარწმუნებული ვარ, რომ ისე მოემზადებოდა ობიექტურობით გამორჩეული ეს მედია ორგანიზაცია, რომ მარტო მტკიცებულებების აისბერგის წვერს ვხედავთ. ამიტომაც ვერ იჩივრებს ქართული ოცნება. ამიტომაც ეცდება ორშაბათიდან მე მაქვს ინფორმაცია, რომ დარეკეს საკონსტიტუციო სასამართლოში და სასწრაფოდ უნდა გაიმართოს ხდომები პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით. გადაფაროს ეს თემა, ეს არის ქართული ოცნების მიზანი? ცალსახად ისინი მთელი კვირა ცდილობდნენ ხანრითი გადაფარონ ეს თემა, ხან რაღაცა იდეა შემოაგდეს, არ გამოვიდა არაფერი, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულად გააწვნეს სილა ქართულ ხალხს. ხო, მეტი რა უნდა დავარქვათ ამას. ეხლა იცდებიან რომ მოაწყონ. ეხლა აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა და მივმართო პარტიებს, თუ მართლაც მოაწყობენ ამ სანახაობას, რომ ყველამ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ აი ამ მოწამვლის და ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებზე ვილაპარაკოთ. კი, მოაწყოს ჩახვიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ისაუბროთ იმაზე, როგორ მოწამლა ქართულმა ოცნებამ მისივე მოქალაქეები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მას უნდათ ეხლა ნახეთ რა უნდათ, რომ მოეწყოს იქ სცენა, ყველამ დაიწყოს ლაპარაკი თავის პარტიაზე და ყველას დაგვაუწყდეს ეს მთავარი ძალიან სერიოზული დანაშაული. ამის მაგივრად მოგვიწყობენ ამ ასპარეს, ჩავიდეთ და კი ყველა მილაპარაკოს თავის პარტიაზე, ოხონდ იმიტომ პარტიებს რომ იმიტომ აუქმებენ, რომ რაც უნდა ის ძალადობა უნდა ჩაიდინო ამ ქვეყანაში, ხო? პარტიებს და მედიას და ონლაინ მედიას რატო უტევენ? ყველანაირ დამოუკიდებელ დაფინანსებას რატო უტევენ, რომ მარტო დარჩნენ და გააკეთონ რაც უნდა გაუკეთონ ქართულ ხალხს. კეთილი, ქავტონანა, კიდევ რამდენიმე კითხვის დასმა მინდა თემაზე, რომელიც შეეხება იმას, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლისას სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ხა, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს მოისმენდით 3 დეკემბრის განცხადება მაქვს ხედულობაში, სადაც ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ წყლის ჭავლში გარკვეული ქიმიური ნივთიერება იყო გარეული, თუმცა თქვა ისიც, რომ აკრძალული ქიმიური ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული და დეტალებს გამოძიება გაასაჯაროვებს. აი როგორ ფიქრობთ, თუ კი მოხერხდა ეგრეთ წოდებული კამიტის გამორიცხვა, რატომ ვერ ხერხდება იმის თქმა, რა ნივთიერება იყო შერეული წყლის ჭავლში? რად უნდა ამას გამოძიება და უნდოდეს თუ არა ამას გამოძიების ჩატარება? აბსოლუტურად ყუილია, იგივენაირად ეს არის დროის გაწელვის მცდელობა, როგორმე აი მოატანონ ამ კვირამდე, კვირის ბოლომდე რომ იქნებ ეს ყველაფერი ჩატმარდეს. აქ მინდა აღვნიშნო ორი რაღაც. უკვე რაც ითქვა გომელაურის მხრიდან, რომ ჩვენ მართლაც გქონდა, ანუ ჯერ იყო მცდელობა, რასაც მე ვეძახი, მიშა მოვა, ხო? ყველაფერი ნაციონალებს, ეს ხო ეს ამათი
ნომინალი რომ არის ცისფერმთებში დაახლოებით ესეა, ხო? ყველაფერზე ან უნდა დააბრეხონ რაღაცა ფანტასტიკა თქვან რომ ყურადღება გადაგვატანინონ, რასაც მკვდარ ვირთხას ვეძახი, რაღაცა თქვან, ან გადაფარონ რაღაცა ამბით, ცადეს, ან მიშა მოვათი, ანუ ყველაფერი ნაცებს ეკუთვნის, მაგრამ ამ შემთხვევაში არაფერი არ იმუშავა და ამასობაში წამოწდათ რა. გომელაურმა თქვა, რომ ჩვენ მართლაც გქონდა. მან ეს თქვა, იმიტომ რომ არ იცის და არ იცოდა, რომ აქ სხვაობა არის ორი. ფლობაც პრობლემაა, მაგრამ ფლობაზე უარესი სარგებლობაა, მაგრამ ორივე პრობლემაა. ანუ როგორ უნდა დადგეს საკითხი, ვინ შეიძინა თუ ვინ გამოიყენა თუ ორივე ერთად, რას ამბობთ, იმიტომ რომ ხო ახლა რასაც უყურებთ ქართულ ოცნებაში, პასუხისმგებლობის ისრების სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაზე და კონკრეტულად მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისკენ ვანო მერაბიშვილისკენ გადატანას ცდილობს. ხო, ეხლა იცით რა არის, შეიძლება ბევრი რამე ეცადონ, ეს არის ტრადიციული მექანიზმი, მაგრამ ფლობის შემთხვევაშიც სამინისტროებს, მინისტრებს იმის შემდეგ 13 წელი გავიდა, უნდა ჰქონოდათ ჯერ ესეთი ვალდებულება აქვთ, რომ ნახონ რა აქვთ, თუ აქვთ ქიმიური იარაღი, უნდა გამოაშკარავონ, ჰააგას შეატყობინონ, გაანადგურონ. ეს მთელი რიგი ვალდებულებებია, მაგრამ აქ მეორეა. ჩვენ ხომ მტკიცებულებები გვაქვს სარგებლობის. მარტო ჩვენ ხო საწყობში ხო არ მივედით და იქ ხო არ აღმოვაჩინეთ, ექიმთან რომ მიხვალ და რომ აღმოაჩენ, რომ რაღაც გააკ. ესე ხო არ იყო. ანუ აღმოჩნდა ასეულობით ადამიანის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და მათი შედეგები კიდე გრძელვადიანად ჩვენ არ ვიცით რა შედეგები დაუდგება ამ ხალხს. კვლევებია სახეზე, სადაც ჩანს რომ ეს იარაღი იყო გამოყენებული. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ვიდრე ფლობაა და პასუხები ორივეზე გვჭირდება. საქმე იმაშია, რომ ამ კითხვებთან ერთად ახლა დემოკრატიულ სახელმწიფოში ვერავინ ვერსად ვერ წავა. პასუხისმგებლობის აღება მოუწევს ირაკლი კობახიძეს და მე მასთან ასევე ძალიან სამწუხარო რაღაცას ვეტყვი. მე მგონია, რომ ის გაიზიარებს გახარიას ბედს. ანუ ირაკლი კობახიძეს პერსონალურად მას მოუწევს თქვენი აზრით პასუხისმგებლობის აღება, იმიტომ რომ მართლაც ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ამ თემას და აჟიოტაჟს ახლავს, არის ის, ვინ შეიძლება შეეწიროს ამ ამბავს ქართულ ოცნებაში და სხვათა შორის ბევრი ფიქრობს თქვენს მსგავსად, რომ აი სწორედ კობახიძე შეიძლება იყოს ის ვისი გაწირვაც მოახდინოს, შესაძლოა მოახდინოს გუნდმა შექმნილი აჟიოტაჟის და ვნებათა ღელვის ჩასაცხრებად. აი რატომ ფიქრობთ, რომ პერსონალურად ირაკლი კობახიძე არის ის, ვისაც მოუწევს ამ საკითხზე პასუხისმგებლობის აღება? იმიტომ რომ გვაქვს ერთი პრეცედენტი და ეს პრეცედენტი ახლა ისვენებს გერმანიაში. და ეს პრეცედენტი არის გავრილოვის ღამის საკითხი, რომელიც ასე როგორც საჯილდაო ქვა ჯერ იყო მისი დაწინაურების საშუალება და შემდეგ მისი როგორც განტევების ვაცის გამოყენების საშუალება. ბრემენელ მუსიკოს გულისხმობ ზუგანოვის, ქართული ზუგანოვის პარტიის ლიდერს, იმიტომ რომ მისი პარტია რასაც აკეთებს, სხვა არაფერია თუ არა და დიქტატორის მეხამრიდობა. მაგრამ ეს პრეცედენტი ჩვენ გვაქვს, ნახეთ ჰააგაზეც სუფთა სამართლებრივად მინდა ვილაპარაკო ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი იყო იუგოსლავიის ტრიბუნალი, ხო? მილოშევიჩი იყო იკასული. წლები დაჭირდა იმის დამტკიცებას, თუ სამართლებრივად მიუდგებით და არა პოლიტიკურად. მილოშევიჩი როგორც მაშინდელი პრეზიდენტი იყო თუ არა დანაშაულებზე პასუხისმგებელი, იმიტომ რომ იქ ეს არიან იურისტები. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილისაც არ გულისხმობ. ეს სხვა არის და ის დგას. მაგრამ სამართლებრივად თუ საუბრობ და თუ აი ჩავეძიებით სუფთა იურიდიულად მილოშევიჩს არ დასცალდა, თორე არ ვიცით მას გაასამართლებდნენ თუ არა სახელმწიფოს მეთაურს, ხო? ამ შემთხვევაში სამართლებრივად თუ ჩავეძიებით, ყველაზე მთავარი კითხვა დადგება, ვინ გასცა ბრძანება, რომ ეს იარაღი გამოყენებულიყო, ვინ იცოდა და ეს არ გააჩერა. აქ მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ჯაჭვი არის, მარტო კობახიძე არა. მთელი ჯაჭვი არის პირების უკაცრავად ახლა იქ ხედავდით ჩვენ შემსრულებლებს, მაგრამ ასეთ სისტემაში როგორ ხდება ხოლმე ხა ქვედა აიკებს უფორმებენ საფროცესო გარიგებას, ამას აკეთებს ახლა მთავარი პროკურატურა, იმისთვის რომ უფრო დიდ ვეშაპზე, უფრო დიდ თევზზე აი ამ გავიდეთ. კონტექსტში მოდით BBC-ს ფილმის საფუძველზე სუსში დაწყებულ გამოძიებაზეც კითხავთ და შევაფასოთ ის ასე ვთქვათ საგამოძიებო მოქმედებები, რაც ამ დღეებში ვნახეთ მამუკა მდინარეძის უწყების მხრიდან და რა ვნახეთ ესეც გავახსენოთ მაყურებლებს, ვნახეთ რომ გამკითხვაზე დაიბარა
გაგვიხარეს პოსტულში ამ ეტაპზე სწორედ BBC-ს რესპონდენტები. არ ვიცი, აი რამდენად სწორად ხედავს სუსი თქვენი აზრით და შეფასებით საკითხს და პრობლემას და მეორე მხრივ რა პასუხი გაქვთ კითხვაზე, რატომ არ ხდება სუსში გამოძახება ვახტანგ გომელაურის, მისი მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის, თუნდაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ხარებასი თუ არ ვიცი სხვა შესაბამისი პირების. იცით მე ამას ვეძახი მექვაბიშვილის სინდრომს. მექვაბიშვილი იყო, თუ არ ვცდები, მექვაბიშვილი იყო აუდიტის სამსახურის დირექტორი. ძალიან კარგი თავისი საქმიანობით. და სულ კითხულობდი, რომ ეს აუდიტის სამსახური ეგეთ კარგ ანტიკორუფციულ ანგარიშებს რო წერს თქო, რატო არავის არ იჭერენ თქო? და მე რო დაჭირდათ მოკიდეს ხელი და კი დააკავეს მთელი შემადგენლობა, აგერ 2-3 თვე ამ დაკავებებს უყურებდით კორუფციისთვის, ოღონდ არა სამართლიანობისთვის და დაუსჯელობისთვის. არამედ პოლიტიკურად, როდესაც დაჭირდა ეს ბიზინა ივანიშვილს, ხო? ღარიბაშვილიც, ფედერაციების თავმჯდომარები და ყველაფერი. იგივე მოხდება აქაც. ჯერ ეს ერთი სუს ამ საქმეებთან სიმართლე რო დადგინდეს, არაფერი არ ესაქმება. ეს ჩვეულებრივად პროკურატურის საქმე იქნებოდა. მაგრამ მე მგონი სუსი იმიტომ აწარმოებს ამ დაკითხვებს, რომ მექვაბიშვილის სინდრომი მუშაობს. ეს ყველაფერი შეგროვდება, დაიდება და ამუშავდება იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც ეს მართლაც დაიდინა, ოღონდ როდესაც პოლიტიკურად საჭიროა, ან როდესაც ამას ჩვენ გავაკეთებთ, იმისთვის რომ დაზარალებულების კითხვებს პასუხი გაეცეს. კეთილი, ქალტონანა, კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხოთ, რაც თქვენ ახსენეთ კიდეც პარტიების საკრძალვასთან დაკავშირებულ თემას გულისხმობდა, თქვით რომ თქვენი ინფორმაციით საკონსტიტუციო სასამართლო უკვე მომავალი კვირიდან აპირებს ამ საკითხზე მსჯელობის გახსნას. აი ამ თემაზეც გაგვიზიარებთ თქვენი პოზიციები. აი ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მოწოდებით, რომ წარმოებაში არ მიიღოს სარჩელი. როგორც ჩანს, ეს ასე არ ხდება, ხო? რადგან ვინაიდან და რადგანაც არის ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას დაიწყება ამ საკითხის განხილვა. რა იქნება ფინალი? მოკლედ იმ ამბის, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ, ასე მარტივად გითხავთ და კიდევ ერთხელ რომ გავახსენოთ მაყურებლებს, დღის წესრიგში დგას 3 ესეთი წამყვანი და პროევროპული პარტიის საკრძალვის მოთხოვნა: ნაციონალური მოძრაობა, პარტია ახალი და ლელო. ხო, მე აქ ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, იმით დავიწყებ იქიდან, რომ მე სახელმწიფოსთვის ჯობდა, რომ გაკეთებულიყო ისე, როგორც მე ვამბობდი თავის დროზე, 2012-13 წლებში სიმართლის კომისიის სახელით მოგვევლო ყველა იმ პრობლემისთვის თუ სისტემური პრობლემისთვის, რომელიც შეიქმნა წინა ხელისუფლების დროს. ეს იქნებოდა სწორი. ახლა რაც ხდება, ეს თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, არის ისევ და ისევ სანახაობის მოწყობის მცდელობა, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არავის არ უმკლავდება იმისთვის, რომ ან სიმართლე დადგინდეს, ან დანაშაული აღიკვეთოს, ან სამართალი აღსრულდეს. აგერ პოლიტიკური ლიდერები, ვისაც მოუნდება, მოკიდებს ხელს და სვავს ციხეში. არ დალოდებია პარტიის გაუქმებას, ხო? შესაბამისად, ეს არის საშუალება, რომ ჯერ ესეთი აშანტაჟონ თვითონ ამ პარტიის წარმომადგენლები და ემუქრონ მათ. მე ამის შემდეგ და მოაწყო მთელი სანახაობა იმისთვის, რამდენიმე თვე ამ თემაზე გვალაპარაკონ, მაშინ, როდესაც ქვეყნისთვის უმწვავესი პრობლემები და არ დაგვავისდეს ემიგრაციის პრობლემა, ხო არ უნდა დაგვავისდეს, გადავიდა მეორე ნაწილს. ეხლა განათლების რეფორმის საკითხი რო შემოგვიგდეს რა, ბავშვთა შიმშილის საქმე დავასრულეთ უკვე, ბავშვთა შიმშილი აღმოვფხვერით? ნომერ პირველი პრობლემა ზოგად განათლებაში არის მშიერი ბავშვების საკლასო ოთახებში და ლარს არ უმატებს ბიუჯეტს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. ამის გარდა ყველაფერი, რასაც გვთავაზობს განათლებაში, ეს არის ცირკი, იმიტომ რომ ყურადღება გადავიდეს მთავარი პრობლემიდან. ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, ყოველი მესამე ახალგაზრდა არსად არ სწავლობს და არსად არ მუშაობს. ლელა, არ ვიცი, თქვენ თუ ხედავთ, ქუჩები სავსეა ახალგაზრდა უსაქმოდ მყოფი ახალგაზრდებით, რომლებიც აი უკვე ძალიან ბევრ დანაშაულსაც ჩადიან. იმის მაგივრად, რომ მათი შიმშილის პრობლემა მოაგვაროს და დასაქმების ხელისუფლება გვპირდება, რომ რაღაცა ციხეებს მოიგონებს, სპეციალურად ბავშვების ციხეებს. ხო და აქედან რომ ყურადღება გადაიტანოს, ახლა მართლმსაჯულება საკონსტიტუციაში არ დგება, საკონსტიტუციოს აკონტროლებს ბოლომდე ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ყველა საჩივარი, ყველა ჯარიმაზე, ყველა პატიმრობაზე, ყველა პარტიაზე იქ უნდა გაიგზავნოს ამ ხალხსაც
აი აიხმანებს, ხო, ნიურნბერგის დროს იყო ასეთი სიმბოლო, ადოლფ აიხმანი, რომელიც უბრალოდ კანონს ასრულებდა, რა ვქნათ და დაავალეს და ხრეთდა ხალხს. ამ ქართველ აიხმანებს ვაიძულოთ, მაინც რომ პასუხი აგონ. მადლობა ქართულმა ანა იმისთვის რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს დაგემშვიდობებით. ანა დოლიძე იყო ჩვენი სტუმარი, ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვერდეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, უფლებადამცველი ტატო ხელბაქიანი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ტატო და მადლობა რომ შემოგვიერთდით. ტატო, დიდი აჟიოტაჟი ახლავს საქართველოში შარშანდელი აქციების დაშლის საკითხზე BBC-ს მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟს, ამიტომ ჩვენც ამით უნდა დავიწყოთ. BBC მძიმე ბრალდებას აჟღერებს ქართული ოცნების მისამართით, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აქციების დაშლისას შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენა, თუმცა ჩვენი ხელისუფლება ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და BBC-ს არა მხოლოდ სიცრუეში ადანაშაულებს, არამედ ამტკიცებს იმასაც, რომ ერთდროს სანდო და ავტორიტეტული დასავლური მედია საშუალება დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული. აი, ვისზე რა გავიგეთ ამ ფილმით და ვისზე უფრო მეტი გავიგეთ BBC-ზე თუ ქართულ ოცნებაზე, ვის მხარეს შეიძლება იყოს სიმართლე და რას გეუბნებათ პასუხები, რასაც დასმულ კითხვებზე ვისმენთ ქართული ოცნების მხრიდან. Ეთენ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებსაც და სმენელებსაც. სიმართლე გავიგეთ მხოლოდ ამ რეჟიმის შესახებ. მე სხვა კითხვების ნიშნის დასმა საერთოდ მგონია საერთოდ არარელევანტურია. ჩვენ ფაქტობრივად გასულ წელსაც ვიცოდით, რომ რაღაცა უცნაური ნივთიერება გამოიყენეს და ხალხს ჰქონდა დამწრობები, სუნთქვის პრობლემები და ასე შემდეგ. ამ რეჟიმს ახასიათებს ის, რომ მე სხვადასხვა ძალადობრივი აქტივობებით, ხო, მარტო ამით ხარ დაწყებულა, იყო სხვა ტიპის წამებები, მე დაკავებები, ანუ მუდმივად ამ ინფორმაციული манипуляციის გზებით რაღაცნაირად ყურადღების გადატანას ახერხებს ხოლმე სხვადასხვა საკითხებზე. თუმცა ჯერ კიდევ ის დანაშაულები, რაც მას აქვს ჩადენილი გასული წლის დემონსტრაციებისას, იმიტომ რომ რომლის მსხვერპლი მეც ვიყავი და კიდე ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი, ეს არსად დარწავა და მათ შორის ეს ადამიანების მოწამვლა, ხო, ყველას გვიკვირდა ჩვენ განსაკუთრებით, როდესაც აი მაგალითად მე თვითონ ეს წყალი არ შემსხმია, მაგრამ ახსოვს რომ როდესაც ეს გამოიყენეს იმ ტერიტორიაზე დადგომაც კი რთული იყო, სუნი, ანუ გამჟღენთილი იყო თვითონ ნიადაგი და სუნი. აი ალეკოცკიტიშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი სტუმრობდა გუში, რომლის განცხადებითაც პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე არა მხოლოდ 2024 წლის დემონსტრაციებთან მიმართებაში წერდნენ საკუთარ ანგარიშებში, არამედ 2023 წლის აქციებთან დაკავშირებითაც. აი თქვენს ანგარიშებში რა იწერებოდა? რა იყო ის ინფორმაცია, რომელიც აქციების დაშლასთან მიმართებაში, აი მაგალითად პერსონალურად თქვენ აღეწევთ? ხო, იცით რა არის, სხვადასხვა დროს, ეხლა სანამ არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობას ჰქონდა შესაძლებლობა, ხო, მონიტორინგი გაეწია ამ ქმედებებზე, უამრავი, აი, რა ვიცი, იმდენი ანგარიშია დაწერილი ძალის არაპროპორციულ გამოყენებებზე, საშუალებებზე, მათ შორის წინა აქციების დაშლის დროსაც. თუნდაც დავიწყოთ იმ გავრილობის ღამიდან დაწყებული, ხო, როდესაც გამოიყენეს რაღაცა ესეთი ტიპის იარაღი, რომელთაც ახლა ადამიანის ხედულობა დააკარგინა, ხო? მაგრამ აი გასულ წელს უკვე ხა პირველად იყო, როდესაც ხა ჭავლს იყენებდნენ და ნებისმიერ სპეციალურ საშუალების გამოყენებას აქვს თავის პროტოკოლი, ხო? იქ როგორ შეიძლება დოზირება, რანაირად, რამდენი გაზი შეიძლება გაუშვათ და ასე შემდეგ. მაგრამ გასულ წელს უკვე პირველად იყო, როდესაც უკვე წყალში გაურეს. იმიტომ რომ ამას ჰქონდა რა ამოცანა, ეხლა როგორც იკვეთება ის, რომ ეს ადამიანები, ვისაც ამას გამოიყენებდნენ, რომ მეორე და მესამე დღეს ამათი ფაქტობრივად გამოგერიცხა ამათი მონაწილეობა პროცესში ისეთი ტიპის დაზიანებები მიიღოთ, ხო? ახლა სხვა ახსნა არა აქვს. და მე როგორც აღმოჩნდა, ახლა იმ მომენტში ჩვენ ბევრი ვარაუდი და ეჭვი გამოითქვა, ახლა ყველა დეტალი იმ მომენტში რაც ცხადია ცნობილი არ იყო და მე უკვე რა თქმა უნდა, სხვადასხვა ორგანიზაციებიც ინტერესდებოდნენ, აი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა, ჩვენმა კოლეგებმაც გარკვეული მოკვლევა გააკეთეს, ხო? ის რამოდენიმე ექიმებმა, რომელმაც ვარაუდი გამოთქვეს, ხო? აი ეს ხო არ არის, ახლა ისეთი რაღაცაა, როდესაც ჟურნალისტური გამოძიება არ არის ჩვეულებრივი გამოძიების ნაირი, მაგრამ აი ჩვენ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ საგამოძიებო ორგანოები ფაქტობრივად არ აღვყავს, ხო? და ეს საგამოძიებო ორგანოების ფუნქცია არის, რომ ხელი დააფაროს ამ რეჟიმის წარმომადგენლებს.
ერთადერთი გზა და წყარო რომ რაღაცა დადგინდეს, ეს არის ჟურნალისტურ გამოძიებას უდიდესი ფასი აქვს და მე უკვე საერთაშორისო მექანიზმების ჩართვა, რომლიდანაც შეგვიძლია რაღაცას მიაღწიო. ამიტომ ეს ძალიან ცხადად არის ხა გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნა და იცით რა არის კიდე მთავარი ინდიკატორი? ამათი ამათი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და დაბნეულობა, რომ ჯერ თურმე მანამდე შევიძინეთ და წინა ხელისუფლებას აბრალებდნენ, მე თურმე საერთოდ არ შეგვიძენია, მე ვურევდით, მე არ ურევდით, თვითონაც დაიბრნენ ამ მესიჯებში, იმიტომ რომ ხვდებიან რომ ესეთი ტიპის დანაშაულს რა რეაქცია შეიძლება მოყვეს დასავლეთიდან დღეს ახლა ეს პროცესი დაწყებულია. ჯამში ერთი წლის თავზეც მთავარი კითხვა რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ ისევ პასუხგაუცემელი. აი თქვენი აზრით რატომ არ სცემენ ქართულ ოცნებაში პასუხს ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე რა კონკრეტული ნივთიერება გაურიეს წყლის ჭავლში. აი რატომ შეიძლება ხელისუფლებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყოს ასეთი რთული? ძალიან მარტივი, აკრძალული ნივთიერება გამოყენებული. ისეთი ნივთიერება, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებით კონვენციებით არის აკრძალული და ეს ვარაუდი და დასაბუთებული ვარაუდი გამოითქვა ამ ჟურნალისტურ გამოძიების შედეგად, როდესაც საუბარია ეგრეთ წოდებულ კამიტეზე და ბრომბიზენალ რაღაციანების რაღაცა ტიპის სახეობაზე, რომელიც იყო გარეული, რომელიც აკრძალულია 30-იან წლებში, რომელიცაც ნებისმიერი ხა დემონსტრაციების დაშლის დროს შესაძლებელია გამოყენებულიყო ისეთი საშუალებები, რომელსაც იმ ყისიერი ეფექტი აქვს და მე რეკრება. აი ყველა საუბრობს ამ ნივთიერებას, რომელიც გამოყენებული აქვს ძელვადიანი მძიმე ეფექტი. და ჩვენ კიდე ბოლომდეც არ ვიცით, რა ტიპის ზიანი შეიძლება მიაყენოს გრძელვადიან ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომაც გვინდა ჩვენ აი საერთაშორისო რა ხვალაც არის აქცია, მოთხოვნა რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს, იმიტომ ამათ გამოძიების ჩვენ არანაირი იმედი არ აქვს, რომ გავიგოთ ზუსტად დეტალებში კიდევ დადასტურდეს ეს და ამას დამატებული საქართველოს მოქალაქეებმაც უნდა იცოდეს რა გვასურთქეს, ხო რა ვიცოდეთ რა ჩვენ გრძელვადიანთ რა შეიძლება ყველას გონია რომ რაღაცა მყისიერად თუ არ არის გამოხატული იმ მომენტში რაღაცა მხოლოდ ეგ არის რა ქვია გამოხატული რაღაცა ზეგავლენა იმ მხოლოდ ამით შეიძლება გაზომოდა სინამდვილეში გრძელვადიანად შესაძლებელი ძალიან ძიმე შედეგს ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე ეხა წარსული გამოცდილებიდან გვახსოვს ჩვენ იგივე ეხა ყველას არ მოწონს ეს 9 აპრილთან შედარება და მაშინაც მალავდნენ სხვადასხვა რა ნივთიერება იყო გამოყენებული და გრძელვადიან რა ეფექტი შეიძლება ქონოდა ჯანმრთელობაზე. იმიტომ რომ აკრძალული ნივთიერება იყო. პასუხისმგებლობის საკითხზეც მინდა დავსვა ერთი კითხვა და რატომ? აი ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ რომ ის რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს გამოიყენეს შეძენილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის დროს. 2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა. შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად ასეთ შემთხვევაში ეს არის მერაბიშვილიო მოისმენდით ირაკლი კობახიძის მიერ 2 დღის წინ გაკეთებულ განცხადებას. ეხლა ჩანს ღიად ვისკენ მიმართავს, ასე ვთქვათ, ისრებს ქართული ოცნება და სწორედ ის მინდა გკითხოთ, რამდენად სწორად გადააქვს ისრები სხვებისკენ. აი როგორ ფიქრობთ, უნდა დადგეს ვანო მერაბიშვილის თუ უნდა დადგეს ქართული ოცნების ხელისუფლების შესაბამისი პირების პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეხა ეს გამართლების ეს გზა ისეთი უსუსურია, ხა არ ვიცი ხა ეს სამართლებრივად გადავახად. მოდი ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ მართლა მაშინ შეიძინეს. დიახ. და თუ მაშინ შეიძინეს რაღაცა კიდე 1000 ნივთიერება უნდა გამოიყენო მე მოქალაქეებზე. ეს რა გამართლება უბრალოდ ამიხსნა. თუ ესეთი რამე მოხდა, თუ ვინმე მართლა შეიძინა. მაგრამ ეს უფრო რას გავს, იცით? გავს ის რომ აი უკვე იცი რომ ამას წყალი არ გაუვარო, ყველა ვარიანტი დადასტურდება, იმიტომ რომ ეხა ექსპერტიზები და რაღაცების ჩატარების ცდილობაც იქნება, რომ ეხა ეს ნივთიერება ბევრ ტანსაცმელზე დარჩენილია, ხო და დიდი ალბათობით ამის დადგენა მოხერხდება. აქედან გამომდინარე უკვე ცდილობა რაღაცნაირად გამოძრუნ, მაგრამ ეხა მან გაგახსენებთ ურთიერთგამომრიცხავი განცხადება იყო, ხო ჯერ თქვა გომბელაურმა რომ კი მაშინ შეიძინესო, მე ხა გუშინ გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არა, საერთოდ არ შეუძენიათო, უკვე ხვდებიან რომ ის გამართლება მაინც-ამაინც ჭკვიანური არ იყო, რაც თქვეს. ჩემთვის აი ხა პირადად აი ზოგადად რო ვაკვირდები, ეს უკვე არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ნამდვილად იყო გამოყენებული. ამას ახლა გამოძიების თვალსაზრისით ჭირდება სხვა ტიპის დადასტურება, იმიტომ რომ თვითონაც არიან აბანეულები ამ თემაში. ჯერ თქვენ შეიძინეს, მე თქვენ არ შეუძენიათო. კობახიძემ თქვა, არც ნაციონალურ მოძრაობას არ შეუძენიაო და იმ გომელაურმა თქვა კი შეიძინაო. კონკრეტულად ეგრეთ წოდებული კომიტეტის შესახებ იყო. ხო, ზუსტად, მაგრამ ზუსტად ამ კომიტეტზეა და აკრძალული ნივთიერებაზე. ამიტომ ამას ახლა ეს ჩემთვის ცხადია, რომ აქ დიდი მოდი ესე თქვა დავიცავ ამ სამართლების სტანდარტში. მაღალი ალბათობაა, რომ ნამდვილად იყო გამოყენებული და ზუსტად ჩვენ რომ მივახციოთ იმას, რომ ზუსტად დეტალურად დადგინდეს,
საჭიროა ზეწოლა იმ გაგებით რომ ახლა პროტესტში სხვადასხვა ფორმით მოთხოვნა ამ ყველაფრის რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და დადგინდეს და ჩვენი შიდა მოთხოვნა კიდევ უფრო ზრდის მე გარე ზეწოლას იმ გარე ზეწოლა საერთაშორისო გამოძიება იქნება თუ არა ვნახავთ იქამდე სუსშია დაწყებული გამოძიება და რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ ამოწყების საგამოძიებო მოქმედებები ესეც გითხარით ნუ ეხლა ფორმალურად უნდა ხშირად მიწევს ამის გამეორება მაგრამ ვიდრე გვიპასუხებდეთ კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მაყურებლებს რომ ორი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ეს მუხლებია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება მოკლედ რას ელოდებით უკვე უშუალოდ სუსისგან იქამდე ვიდრე საერთაშორისო გამოძიებამდე მიხვალთ და რამდენად სწორი კვალიფიკაციით და მუხლებით მიდის ძიება ამაზე კიდევ უფრო მეტად მაინტერესებს თქვენი შეფასება. კი ბატონო, ეხლა ეს არის ძალიან ამათი ნაცნობი მეთოდი. სუსში დაიწყეს გამოძიება. ეხლა ორი მუხლი რატო არის? ხო, ერთი, ეხლა ობიექტურად მათ უნდა დაიწყოთ გამოძიება, ანუ ესეც რო არ გაიკეთებინათ, უფრო მეტი პრობლემა შეექმნებოდა და ამიტომ ფორმალურად რაღაცა ამის შეფუთვა რომ მიმდინარეობს გამოძიება და რაღაცა უნდა გააკეთონ. მეორე მუხლი არის შემოგდებული იმ იქიდან გამომდინარე რომ ის ადამიანი ხა რა არის ამათი ამოცანა ხო ეხლა ჩვენ რაღაცა თხოვთ და დავიწყეთ ეს არის ადამიანები ვინც დაზარალდნენ ამაზე დაიწყეს ღიად საუბარი ვინც ღიად საუბარობს ხო ცხადია მათი მოწმის სახით გამოკითხვა უნდა მოხდეს ხო ეხლა ძალიან სწორია იმიტომ რომ ადამიანებმა უნდა დაადასტურონ ესა და ის ფაქტი და ის მეორე მუხლი იმიტომაა გაკეთებული რომ ადამიანებს ვინც ამაზე საუბარი შეიძლება უნდოდეს და ან უნდა დაიწყოს რაღაცა დისკომფორტი არ გაუჩნდეს რომ აი ამ ვინაიდან სუსშია რაღაცა მეორე მუხლია სხვა გზით არ წაიყვანონ ამას ვიზახეთ რაღაც სუსხავ ეფექტს რომ ადამიანებმა თავი შეიკავონ ამაზე ღიად საუბრისგან სინამდვილეში ამას უფრო ემსახურება და რაღაცნაირად დაშინების რაღაცნაირად შეფუთვა მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ბევრს ჯერ ვთხარით ჩვენს მოქალაქეებსაც ვისაც ესეთი დაზიანება მიიღო და აიყო ამ ქიმიური არაღის გამოყენების სხერფლი რომ ღიად ისაუბრონ ამის თაობაზე სამართლებრივად თუ დაიბარებენ მოწმის სახით რა თქმა უნდა მოითხოვენ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა და ჩვენ მაქსიმალურად შევესწრებთ რომ სამართლებრივი დახმარება გაუწიოთ და კონსულტაცია პირიქით ძალიან კარგია თუ ამაზე ისაუბრებენ და იმ მეორე მუხს ყურადღება არ მიაქციონ ეს არის ყურადღების გადასატანი და დაშინება რომ აი სუსი მა დაიწყო გამოძიება ეს მუხლია ეს არის რაღაცნაირად ადამიანებისთვის ეხა სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაცია ნებისმიერ სტატუსით რაღაცა მაინც კომფორტულად არ აღიქმება რა და ამაზე აქვს გათვალა და სიამ მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ხა ყოველდღურად ხედავთ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ხო იმ დაზიანებებზე რაც მაშინ მიიღო რა გამოიწვია და აქედან გამომდინარე ეს კიდევ უფრო მზარდი იქნება და ჩვენ კიდევ მართლა ვხედავთ აი ამის აისბერგის სწორობაზე კიდევ და ბევრი ინფორმაცია ამ ამასთან დაკავშირებით რაც უფრო გავაგზავნებთ ჩვენ ამ კუთხით ზეწოლას ამიტომ მხოლოდ ამას ემსახურება და ეხა ეს გამოძიება რომ არაფრემდე არ მივა მე ეგეთ გამოძიებაში არჩევნების გაყალბებაზე რო საუბრობდი ღიად მეც გამომკითხეს, აბა რა იცი და ნუ მე ვუთხარი რაღაც ინფორმაცია და დანარჩენი რა უნდა დაადგინოს გამოძიებამ, ხო? ხა გამომძიებელები ხო არა ვარ ჩვენ რაღაც ფაქტებზე მივუთითებთ და სიღრმეებში შევიდეთ საგამოძიებო ორგანო. და ძირითადად ესენი რასაც აკეთებენ არიან რომ ამათ ეკითხებენ გაქვთ თუ არა მტკიცებულები ისეს და თვითონ გამოძიებას არ ატარებენ. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ ახლა იმისთვის რომ რაღაცა გამოძიების ან ანტურაჟი შექმნან რომ საერთაშორისო იმებთანაც ჰქონდეთ სათქმელი, აი კი გამოვიძიეთ და მე არაფერი არ დადგინა, მაგრამ ეს არ უშუალოდ. აჯერება საერთაშორისო გამოძიებას და მის პერსპექტივებს ამაზე წინასწარმეტანაც ვისაუბრეთ და მინდა რომ თქვენც კითხოთ. ხო, უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები, იგივე პოლიტიკური პარტიები დამოუკიდებელი და მიუკერძოებული გამოძიების აუცილებლობაზე კი საუბრობთ, რის გზასაც სწორედ საერთაშორისო სასამართლოებში ხედავთ, თუმცა შეგახსენებთ რომ ქართული ოცნება თავად და იქით აპირებს უჩივლოს BBC-ს. შესაბამისად, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას სავარაუდოდ უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, დასაცავად ხელში კონკრეტული მტკიცებულებები. ნუ ძალიან გაუჭირდებათ საკუთარი თავის დაცვა. საერთაშორისო მექანიზმები არის ბევრნაირი. ეხლა ზუსტად ამ საკითხზე იურისტები მუშაობენ. ეს არის ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციიდან გამომდინარე მექანიზმები, რასაც თვითონ ამ ასე ვთქვათ სპეციალურ აღმასრულებელი კომიტეტები აქვს შეუძლია ეს მექანიზმები ჩართოს არის გაეროს სპეციალური მომხსენებლები წამებასთან დაკავშირებით იმიტომ რომ სხვადასხვა ეს ასეთი ტიპის იარაღის გამოყენება წამება და არადამიანური ღირსების შემნახავ მოპყრობასთანაც კავშირშია რომელიც გაეროს კონვენციიდანაც რეგულირდება და ევროსაბჭოს კონვენციიდან რეგულირდება და იმათაც აქვს მექანიზმი მაგალითად გადაუდებელი ვიზიტის დაგეგმვის და შემოწმების ხო ამიტომ არის რამოდენიმე წყება მექანიზმებისა სანამ ეხლა თუნდაც მივა ევროსასამართლომდე და ასე შემდეგ, რომელმაც უნდა შეამოწმოს და შეაფასოს კისერად აქ რა ხდება. ამიტომაც მიდის ეხლა ეს მუშაობა, რომელი მექანიზმი შეიძლება იყოს გამოყენებული და ჩვენც მაქსიმალურად ყველა იმ მექანიზმთან და ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან უნდა გქონდეს სწორი კომუნიკაცია, რომ ეს პროცესი დაიძრას.
ეს ეხა ჯერ რამოდენიმე ერთი კვირის ამბავია, ხო? ანუ ეს სწრაფად ეს შეიძლება დავუშვათ ხეს და ხვალ ცოტა გაჭირდეს, მაგრამ არ დიდხანს არ ველოდები, ეს მექანიზმები აუცილებლად ჩაერთვება, გარეზე წულად ჩაერთვება და ჩვენ ამას ვხედავთ, ხო? უკვე სხვადასხვა გაზეთებს და ქვია საერთაშორისო ავტორიტეტულ ვაშინგტონ პოსტში და იმებში იწერება, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის წევრები უკვე სხვადასხვა თავიანთ საკანონმდებლო ორგანოში აყენებენ ამ საკითხს და ეს უნდა იყოს მზარდი. ანუ ეს ზეწოლა ჩვენი მხრიდანაც უნდა გაგძლიერდეს, რომ უფრო მეტად მივაწვინოთ ხმა, რომ მე ეს მექანიზმი უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული. ამიტომაც არის ხვალ 7 საათზე ფილარმონიიდან დიდი დემონსტრაცია დაგეგმილი ზუსტად ამ მოთხოვნით, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება და გავიგოთ რითი მოგწამდეს. ადოტატო კიდევ ერთი და გამშვიდობებით BBC ამბობს რომ DDD-ს ინვენტარის სია ჩაუვარდათ ხელში და ეს ცალკე განხილვის საგანია მიდის ვერსიებზე საუბარი ვინ შეიძლება იდგეს ამ სიის BBC-სთვის გაცემის უკან რადგან სწორედ ამ სიაში დაფიქსირებული ასე ვთქვათ კოდების გაშიფრით მივიდა ეს მედია საშუალება ვარაუდამდე რომ შესაძლოა ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენება მომხდარიყო დემონსტრანტების დასაშლელად და დემონსტრანტების წინააღმდეგ. აი როგორ ფიქრობთ რომელ ფლანგზე უნდა ეძებოს ქართულმა ოცნებამ ასე ვთქვათ დამნაშავე სია შეიძლება გაეტანათ ყოფილებს თუ მაინც უფრო სისტემის მოქმედ თანამშრომლებს. მეორე მხრივ რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა თვითონ ის გარემოება რომ შიგნიდან აი ამ დონის ასე ვთქვათ ინფორმაციის გადინება და გაჟონვა მოხდა ესეც საინტერესო. ეს ადამიანები ვინც ამ სისტემაში მსახურობენ ისინი ხო ხვდებიან რა დანაშაულების სქემაში იყვნენ გამომული. ხო ხა ყველა ხო ხვდება რომ შეიძლება ღიად ესე საუბარი უჭირთ, იმიტომ რომ არის საფრთხეები და ზუსტად საუბრობენ ვინც რა ქვეყანას დატოვებს, იმიტომ რომ მართლა არის საფრთხე. ამიტომ მე მგონია რომ შეიძლება ეს ყოფილი თანამშრომლების და მოქმედი თანამშრომლებისგანაც იყოს მიწოდებული, იმიტომ რომ მათ ხშირად ესეთი ტიპის რეჟიმის პირობებში მათ ღიად ამის დემონსტრირების შესაძლებლობა არ აქვს და ცდილობენ აი whistleblower-ებს ვეძახით, რომელსაც შეგინან შეიძლება გაიტანონ ეს ინფორმაცია. შეიძლება კიდევ უფრო მეტი ინფორმაციაც არის გატანილი, კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციაც არსებობს ამ სხვადასხვა ჟურნალისტებთან თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ ინფორმაციის თვალსაზრისით და ამიტომ ამის შფოთვა ყოველად არ აქვს ამ რეჟიმის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ იქიდან დასტურდება ზუსტად ხო რა თქვენ ბრძანეთ ეს კოდები და ეს ნივთიერება რაც გამოყენებული და ეხლა კიდევ მეტი საფუძველია რომ ჩვენ კიდევ აი ესეთი ტიპის პროცესის დაწყება კიდევ უფრო უწყობს ხელს რომ ადამიანებმა კიდევ უფრო დაიწყონ ღიად საუბარი ამასთან დაკავშირებით დახურული არხებით იქნება ნუ კომუნიკაციით ინფორმით რა ფორმითაც ახერხებენ თუ ის ადამიანები ვინც ეხლა დაუშვათ ჩვენ DDD-ს ერთ თანამშრომელი რომელსაც დატოვა და ეხლა იმას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ღიად საუბროს. მადლობა ბატონ ტატო იმისთვის რომ მოხვედით და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს დაგემშვიდობებით ტატო ხელბაქიანი იყო ჩვენი სტუმარი დღეს ნესრომი ამით დასრულებულია ჩვენი სამუშაო კვირაც შესაბამისად ერთმანეთს ორ შაბათსთან შევხვდებით ნახვამდის.